წმინდა იოანეს სინელი, სწავლანი მონაზონთათვის, სიტყვა პირველი, სოფლის დატოვებისთვის. ჩვენი სახიერი, კაცმოყვარე და მოწყალე ღვთისა და მეუფის შეწევნით ვიწყებ საუბარს, რადგან კარგია, როდესაც ღვთის მონათა მიმართ სათქმელ სიტყვებს ღმერთით დავიწყებთ. ყველა პირველ მეტყველს, ვინც სახიერმა და დიდებულმა ღმერთმა დაბადა, მან თავისუფლების პატივი მიანიჭა. ამიტომ ზოგი მისი მეგობარია, ზოგი ერთგული, ხოლო ზოგი უვარგისი მონა, ზოგიერთი სრულიად გაუცხოებულია მისგან, ზოგი კი მიუხედავად უძლურებისა წინ აღუდგება მას. წმინდაო მამაო, ღვთის მეგობრად ჩვენ უსწავლენი იმათ გულისხმობთ, ვინც მის გარშემო მყოფი, ბუნებით უხორცო და გონიერი არსებები არიან. ერთგული მონაა ყველა ის, ვინც მისინების აღსრულებას ესწრაფვის. ურგები მონა, ვისაც ნათლისღება და ნათლისღებისას აღთქმები მიუღია, ღვთის წინაშე უთქვამს, მაგრამ არ დაუცავს ისინი. ღვთის მტრება და მისთვის უცხოთ იმათ გულისხმობთ, ვინც ან მოუნათლავი, ან ორწმუნოა, ან ბოროტ მორწმუნე ეროტიკოსი. ხოლო მოწინააღმდეგენი და ბრძოლნი ისინი არიან, ვისაც არა მხოლოდ საკუთარი თავისაგან განუგდიათ ღვთის შიში, არამედ ყველას, ვინც ღვთის ნებას ასრულებს, სასტიკად ებრძვიან და წინ აღუდგებიან. თითოეული აქ მოხსენიებული მდგომარეობა შესაფერის და რიგიან განმარტებას ითხოვს. მაგრამ ჩვენ გლახაკთა და უსწავლელთა არ შეგვიძლია თითოეულისა განგებოდ ავწეროთ. ამიტომ ღვთის ერთგულ მონებთან მოვედით, რომელთაც კეთილად გვაიძულეს, რომ ჩვენი უღირსი ხელი ერთგული მორჩილებით გავიწოდოთ და მათი გონიერების შეწევნით მოვიხმაროთ კალამი ჩვენი სიტყვისა და მათ მგლოვარე და ბრწყინვალე სიმდაბლეში, როგორც მელანში ისე ამოვაწოდდა მათ სათნოებით გაპოხილდა სპეტა გულში, როგორც ქახალზე, ან როგორც სულიერ ფიცარზე დავიწყოთ წერა საღვთო სიტყვებისა და სათნოებისა თესლისა და ამგვარად ვთქვათ. ყველას, ვისაც სურს და ეძიებს ღმერთს, იგი გამოუჩნდება მათ, რადგანაც ის არის ღმერთი და ცხოვრება ყველასი, მორწმუნეთა და ურწმუნოთა, მართალთა და ცოდვილთა, უნებელთა და ბნებაში დანთქმულთა, ღვთისმსახურთა და ურჯულოთა, ერისკაცთა და მონაზონთა, ბრძენთა და უსწავლელთა, ჯანმრთელთა და სნეულთა, ჭაბუკთა და მოხუცებულთა, რადგან როგორც სინათლე, როგორც მზე და ჰაერის ცვალებადობა ერთნაირია ყველასთვის, ასევე იგია მაცხოვნებელი ყოველთა და ყოველივე ამის ჩვენთვის, მომნიჭებელი და ვინც ეძებს მას, მათ გამოუჩნდება იგი, რადგან ცვალებადობას არ განიცდის და მიკერძოება უცხოა ღვთისთვის. ურწმუნო არის პირმეტყველი და მოკვდავი ქმნილება, რომელიც ნებით გაურბის საკუთარ ცხონებას და თავის დამბადებელი, რომელიც მარადიულია არარსებული ჰგონია. ურჯულო იგია, ვინც ღვთის რჯულს უკეთურები და საწინააღმდეგო სწავლებით აღასრულებს და გონია, რომ ღმერთი სწამს. ქრისტიანი ქრისტეს მსგავსია იმდენად, რამდენადაც კაცობრივი ბუნებისთვის შესაძლებელია, რადგან მას საქმით, სიტყვით და გონებით სწორად წმინდად სწამს წმინდა სამება. ღვთისმოყვარე არის იგი, ვინც ყოველივე ბუნების მიერ უცოდველ საქმეებს არ ეწინააღმდეგება,
და თუ რაიმე კეთილის საქმის ქმნა შეუძლია, არ დაისარებს. კრძალული ის არის, ვინც განსაცდელების, საფრთხის და ამბოხების ჟამს იმ საქმეთა აღსრულებას ესწრაფვის, რომელიც ყოველივე ამისგან შორს დგას. მონაზვნობა არის უხორცო ძალების წესი და საქმე, რომელიც ნივთიერ და მომაკვდავ ხორცში ყოფნისას აღესრულება. მონაზონი იგია, რომელიც მხოლოდ საფრთხო საქმეს ხედავს და აღასრულებს ყოველთვის, ყველგან და ყოველგვარ ქმედებაში. მონაზვნობა არის ის, რომ კაცმა საკუთარი ნება უარყოს და გაბნეულის რახვები მოიკრიბოს და სამუდამოდ უფრთხილდებოდეს მათ. მონაზვნობა ბუნების იძულებაა, სამარადისოდ და გრძნობების გამუდმებული დაცვა. მონაზვნობა განწმენდილი ხორცი, წმინდა ბაგე და განათლებული გონებაა. მონაზონი არის მგლოვიარე სული, სიკვდილის გამუდმებული ხსოვნით, გამწარებული ძირში და სიფხიზლეში. სოფლისაგან განშორება არის ნებით მოძულება და უარყოფა ბუნებისა, ბუნებაზე აღდაცებულ სიკეთეთა მოხვეჭის სურვილი. ყველამ, ვინც სოფლის საქმეები დაუტევა, ეს ან მრავალი ცოდვის ქმნის შემდეგ, ან უფლის სასუფევლის მოსახვეჭად, ან ღვთისადმი სიყვარულით მოიმოქმედა. თუ ამ სამიდან რომელიმე არ იყო მათი წინამძღოლი, მაშინ უგუნურებაა მათი განშორება სოფლიდან. თუმცა, რის გამოც არ უნდა იყოს აღსრულებული ეს საქმე, ჩვენი ყოვლად კეთილი მეუფე მუელის თუ დასასრული როგორი ექნებათ. ვინც ეს სოფელი თავის სოდვების ტვირთის ჩამოსახსნელად დატოვა, ქალაქგარეთ საფლავებთან დომარეს ემსგავსება, მან არ უნდა შეწყვიტოს მხურვალე და ცეცხლივით მწველი ცრემლი და გულის ფარული გლოვა, ვიდრე არ იხილავს იესოს, რომელიც მოვა მასთან, რათა სისასტიკე მისი გულიდან ლოდივით გადააგოროს და ლაზარეს მსგავსად შეკრული მისი გონება ცოდვის სახვეველისაგან გახსნას. როდესაც უბრძანებს თავის ანგელოზებს, გახსენით ეგევნებათაგან და უტევეთ, რომ ნეტარი უნებლობის გზით ვიდოდეს, ხოლო თუ ყოველივე ასე არ მოხდა, სოფლის დატოვება ვერაფერს არგებს. ვისაც გსურს ეგვიპტიდან გამოვიდეთ და ფარაონის საშინელ მონობას გავექცეთ, მაშინ ღვთის წინაშე შვამდგომლად ჩვენც გვჭირდება მოსე, რომელიც ღვაწლსა და ჭვრეტას შორის დადგება და გაიწვდენს ხელს უფლისადმი, რათა ყველამ, ვინც მას მივყვებით, ცოდვების ზღვა გადავლახოთ, ვნებათა ამალეკი დავძლიოთ. რადგან ცდება ყველა ის, ვინც საკუთარი თავი ამგვარი ბრძოლისთვის გადადო და გონია, რომ წინამძღვარი არ სჭირდება. ვინც ეგვიპტიდან გამოვიდა, მათ მოსე უძღოდა წინ, ხოლო სოდომიდან გამოსურთ კი ანგელოზი. ხოლო ამჟამად ვინც სულიერ ვნებათაგან განკურნებას ეძებს, იგი ეგვიპტიდან გამოსულებს მიემსგავსება, რომელსაც მოსეს მსგავსი კურნალი სჭირდება. ხოლო ვისაც სურს, რომ ამ უბადრუკი და არაწმინდა ხორცისაგან გათავისუფლდეს, ანგელოზი, რაც იმას ნიშნავს, რომ ანგელოზის სწორი უნდა იყოს დამხმარე მისი, რადგან დიდი ხნის აყროლებული წყლულს დახელოვნებული მკურნალი სჭირდება. ჭეშმარიტად, დიდი გაჭირვებისა და განუწყვეტელი შრომის სატანა უწევს მას, ვისაც ხორცში ყოფნისას ზეცაში ასვლა გადაუწყვეტია და განსაკუთრებულად სოფლიდან გამოსვლის დასაწყისში, სანამ გემოთმოყვარეობის ჩვეულება დაეხსნება და გასასტიკებული გული ღვთისმოყვარეებასა და გულოვის სიწმინდეს შესცენს, რადგან ჭეშმარიტად დიდი შრომაა საჭირო და დიდი სიმწარის ატანა, განსაკუთრებით მათთვის,
ვისაც ვნება ჩვევად გადაქცევია, ვიდრე ძაღლივით ხორცის მოყვარე და სიბინძურის მოყვარე ჩვენს გონებას სიმშვიდის, სიმტკიცისა და განურისხებლობის საშუალებით სიწმინდის მოყვარედ და სიბრძნის მოყვარედ შეცვლით. ვნებათა და უძვრებათა გამო უიმედობას ნუ მიეცემით. არამედ სარწმუნოებისადმი ერთგულებით ჩვენი სულიერი უძლურება და უსუსურობა ჩვენივე ნებით ვაჩვენოთ ქრისტეს და ვაღიაროთ მის წინაშე. მაშინ მისგან დამსახურებულზე უმეტეს შემწეობას მივიღებთ. თუკი მხოლოდ იმას შევძლებთ, რომ საკუთარ თავს გამუდმებით სიმთაბლის უფსკრულში ჩავიყვანთ. იცოდეთ, რომ ყოველი ვინც ამ კეთილძნელ მძიმე მსუბუქ ღვაწლს შედგომია, ცეცხლში შესვლას აპირებს, რადგან თავის თავში უნივთო ცეცხლის მიღებას მოელის. თითოეულმა საკუთარი თავი გამოცადოს და საჭმელი მწარე ბალახთან, მდოქვთან ერთად მიიღოს და თავისი ცრემლით გაზავებული სასმელი სვას, რათა მისი ბრძოლა საკუთარი თავის დასასრჩელად არ შემოუბრუნდეს.